ქართული ხალხური სიმღერა სოფლიო მუსიკალური კულტურის დღემდე ამოუცნობი ფენომენი. ქართული ხალხური სიმღერა მრავალჟამიერ და ჩაკრულო, ჰასანბეგურა და ლილეო, ოდოია და ნადური. ქართული ხალხური სიმღერა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო მღერის, მღერიან ამერიკელები, მღერიან იაპონელები, მღერიან გერმანელები და რა თქმა უნდა მღერიან ქართველები. მღერიან ისინი, ვინც იცის სიმღერა. მღერის ისიც, ვინც არ იცის სიმღერა, რადგან გული მღერის, სული მღერის, ჩვენი მრავალჟამიერი. Თქვენს წინაშეა ქარელის კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი. ანსამბლი სულ რამდენიმე თვეა რაც შეიქმნა, მაგრამ მას უკვე იცნობს ჩვენი მაყურებელი. იგი გამოჩნდა სცენაზე, იმღერა ეკლესიებსა და მონასტრებში. ხოლო რამდენიმე დღის წინ იგი წარსდგა გორელი მაყურებლის წინაშე, ოლიმპიადაზე, საიდანაც გამარჯვებული დაბრუნდა. ამ შესანიშნავ და პერსპექტიულ ანსამბლს ამის მიუხედავად მაინც არის ნუს კარგად ჩვენი ფართო მაყურებელი. ამიტომ აი ჩვენი შეხვედრის დღევანდელი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ანსამბლი გაგაცნოთ. და ვიდრე ანსამბლის გაცნობას დავიწყებდეთ, მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა საქმეს, ყველა დიდ საქმეს, საშვილიშვილო საქმეს თავისი ენთუზიასტები მოთავენი ჰყავს, რომლებიც უშუალოდ გადასცემენ თავის ცოდნას და გამოცდილებას, ახალგაზრდობას ადამიანებს, რომელმაც უნდა გააგრძელონ ეს გზა. ბატონო დურმიშხანი, მე მინდა გაგაცნოთ ბატონო დურმიშხანი, ანსამბლის ხელმძღვანელი, საქართველოში ცნობილი ლოდბარი დურმიშხანი კოდერძიშვილი. აი ვიდრე უშუალოდ ანსამბლის გაცნობაზე გადავიდოდეთ, მინდა ასეთი შეკითხვით მოგმართოთ. ბატონო დურმიშხანი, როგორც თქვი, ყველა საქმეს თავისი მოთავენი ჰყავს. დღეს საქართველოში იღვწვიან ადამიანები ქართული მუსიკალური ხელოვნების, მუსიკალური კულტურის და კონკრეტულად ქართული ხალხური სიმღერის აღდგენისა, ტრადიციების შენარჩუნებისა და მისი განვითარებისათვის. აი თქვენ ბატონო დურმიშხანი, ვის დაასახელებთ იმ სამეულში, ასე ვთქვათ, ვინც აი დღეს ასეთი ნამდვილად საშვილიშვილო საქმეს აკეთებს ქართული ხალხური მუსიკისათვის. ბატონო ვასილო, ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება მის დასახელებები, რომ ყველა ჩემი კოლეგები არიან. მაგრამ მაინც ჩემი კოლეგები არიან და ვინმე რო გამოვჩეთ, ძალიან მეშინია, რომ ნაწყენები არ დამჩნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვეცდები, რომ ყველა ჩამოგითვალო და ჩემო კოლეგებო, მე ძალიან დიდ ბოდის გიხდით, თუ კი ვიღაც გამოვშევით, მაინც ჩემ გულში ხართ თქვენ. ძალიან დიდ ბოდის გიხდით, მაგრამ ბატონო ვასილო, მე ძალიან დიდ პატივს ავცემ, ძალიან დიდ პატივს. ერთადაც მუშაობ ბიჭების გუნდში, 23 სკოლაში თბილისში, ანზორი ერქომაიშვილი. ანზორი ერქომაიშვილი. ერთად მუშაობდით წლების განმავლობაში სახელმწიფო ანსამბლში და ახლაც დიდი მეგობრები ვართ ანზორ კავსაძე. ძალიან მოვადია ბატონო დურმიშხანი, მოვადია. მე გთხოვეთ შესანიშნავად ეს სამეული დაგესახელებინა. ამიტომ მე უფლებას ვიპოვებ შეგაჩეროთ და დავასახელო ბატონი დურმიშხანი კოდერძიშვილი. იმ სამეულში. დიდი მადლობა. მე ამის უფლება მაქვს და მინდა მაყურებელს მოვახსენო და მის შესახებ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ბატონი დურმიშხანმა დაამთავრა კონსერვატორია. იგი არის მონაწილე მრავალი საერთაშორისო კონკურსისა, ლაურეატი, საერთაშორისო საკავშირო რესპუბლიკურ კონკურსების ლაურეატი. მისი უშუალო მის მიერ გამოცემული ორი კრებული ქართული ხალხური სიმღერებისა და ორი როგორც ვიცით ბატონ დურმიშხანის თანაავტორობით აქვს თქვენ გამოცემული. თქვენი სიმღერები შეტანილია საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის ოქროს ფონდში.
ჩაწერილი არის 50-მდე სიმღერა. დიახ. 50-მდე სიმღერა, რომელშიც ჩვენი ანსამბლის სიმღერაც არის გადაღებული და ჩაწერილია. ამავე დროს თქვენი სიმღერები, თქვენი ანსამბლების სიმღერები ჩაიწერა ფირმა მელოდია მოსკოვისა და ასევე შეტანილია იმ საგანძურში ხანგრძლივი დაკვრით პირიდან. ასე რომ აი ბატონი დრუნიშხანის შესახებ რამდენიმე სიტყვი რა თქმა უნდა მოგაცენეთ ძვირფასო მეგობრებო. ახლა კი უშუალოდ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, უშუალოდ ჩვენი ანსამბლის გაცნობა. მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ანსამბლში გაერთიანებული არის 11-12 მონაწილე. ძირითადში ახალგაზრდობა, ძირითადში. ესენი არიან ქართულ ხალხურ სიმღერაზე ძალიან შეყვარებული ადამიანები, ძლიერ შეყვარებული ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ითქვას, რომ არ შეუძლიათ უსიმღეროთ. ყოველგვარი ანგარების გარეშე, ბატონო ვასიკო, ყოველგვარი ანგარების გარეშე, რომ მოდიან რეპეტიციას რომ ვიწყებ, მე მოვდივარ და ყველა 9 საათით ადრე უკვე მელოდებიან, ადგილზე არიან ყველანი. აი აქ დავიწყოთ ახლა ჩვენ ბატონო დრუნიშხანი ანსამბლს გავაცნობდეთ ანსამბლის მონაწილეებს. უკეთეს იქნება ჯერ თვითონ გააცნო თავი და მე ასეთი შეკითხვა მინდოდა მომეცა თქვენთვის. აი როცა ჩამოგბრძანდეთ ქარელში, თქვენ ქარელთან ბევრამ გაკავშირებთ. ეს პირველი შემთხვევა არის აქ ბრძანდებით. აი როდესაც დაბრუნდით ქარელში, ხელმეორედ იმ დიდი სიყვარულით, რითაც მაშინ და დღესაც მოვაწევთ საქართველოში, აი ანსამბლის წევრად რა სიმღერით დაიწყეთ შესწავლა? რა სიმღერით და მე ვთხოვდი მაშინ სწორედ ის სიმღერა შეესრულებინათ თქვენ. კი ბატონო. რა იყო ეს სიმღერა, რომლითაც თქვენ დაიწყეთ მოღვაწეობა? ბრძანა სოლომონი. ბრძანა სოლომონი. შეიძლება რა? ხო. კი ბატონო. აი თუ დაბრძანა სიმღერით უკვე გააცნეს თავი ფაქტიურად დაიწყეს სიმღერა. ახლა მე ვთხოვდით თქვენი აღსაზრდელები თუ შეიძლება ასე ვთქვას, პერსონალურად გააცნოთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. მე უკვე მოგახსენეთ რომ ყველა არის უსაზღვროდ შეყვარებული ქართულ ხალხურ სიმღერაზე, მაგრამ ახლა მინდა რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი რაიონი იცნობდეს უკვე ყველას ინდივიდუალურად, რომ ვინ მღერიან ჩვენ ანსამბლში. ნუკრია ბაშიშვილი,
გოგის ვიანაძე, ზურა საზანდრიშვილი, დურმიშხან ბიხანაშვილი, პაატამ წარიაშვილი, თემურ ლუკოვიჩაშვილი, ვახო ლომიტაშვილი, ტრისტან ცხოვრებაშვილი, მურადი საზანდრიშვილი, რომზონ ხარჩაველი, ნუგზარი ახოშაშვილი. და რაგი ნუგზართან აქვს ჩვენ ალავები ბატონ დურმიშხან ნუგზარით დამთავრდა გაცნობა, ამიტომ ნუგზარიმ დაიწყო. თუ შეიძლება თუ არის სიმღერა ნუგზარი არის როგორ არა თითქმის ყველა მხერის სოლოს ასე ვთქვა და რადგანაც ნუგზარით დავამთავრეთ დავიწყოთ კახოს საცეკვაო სიმღერებს დავიწყოთ ნუგზარი ამ განვითარებული მუსიკის ეპოქაში ქართული ხალხური სიმღერა ისეთ თავის ადგილს იკავებს. მისი ხიბლი განუმეორებელია, მე წერანაც ვახსენე, რომ ფენომენი რაღაც სასწაულებრივია ქართული ხალხური მუსიკისა. რაიმე საიდუმლობა ხომ არ არის ამ დამარხული ქართულ სიმღერაში, ისე როგორც ქართულ ენაზეა ეს ნათქვამი. ხომ არ არის რაიმე საკრალური ციფრი, ვთქვათ 7. ასეთი ციფრი ხომ არ არის? თუ მაგციფრს ავიღებთ 7, რა თქმა უნდა 7 ჩვენთვის არის რაღაც განსაკუთრებული რისხი, განსაკუთრებული ციფრი. საქართველოში ალბათ კუთხე არ მოიძებნება, სადაც აი 7-თან ზოგიერთი სიმღერა არ იყოს დაკავშირებული. მაგალითად კახეთში, გუშინ ნიგურჯანელნი, შემდეგ 7 გაცა და ასე შემდეგ არის კუთხეები და თუ ამას კი გურიაში და თუ ამას ვიგულისხმებთ ჩვენ რა თქმა უნდა რომ 7-თან არის დაკავშირებული რაღაც სხვადასხვა სიმღერები, სხვადასხვა კუთხეში სიმღერები. ესე ჩვენ 7-ფერით სისარტყელაც აქვს, არა? 7-ფერით სისარტყელაც აქვს და ასე შემდეგ. აი ხლა ეს შემდეგ სიმღერას ალბათ მოვასმენინებთ და კი ბატონო.
შენ დამიდირებდი სიკვდილსაც არა ჩავარდებ თუ კი შენ დამიდირებდი Kalexeni dani datmuri suram goria Sheni sadani situpes vapla mona goria Shempet damu bola vaşkatsa tavin zinare goria Şempiz davu bul başkasa tavin zinarer gomliya Şempiz davu bul başkasa tavin zinarer gomliya Kalexenama tolema şamani gide zakia Shempushitsa tverchagaro kitavia iskaria Kuki usheno verazre paraukana chemi bravia Tu ki ushenor veravze bravkračemi bravija Tu ki ushenor veravze bravkračemi bravija რა თქმა უნდა ბატონ დურნიშანი ვახარებს ასეთი ხმები რომ ესმის ეს ხმა ესმის ჩვენს მაყურებელსაც ჩვენ ვფიქრობთ რომ ანსამბლი რომელიც დღეს არსებობს ჩამოყალიბებულია და შეიძლება ითქვას მაინც ფექსი გავს დიდ გზაზე გასასვლელად შეიძლება ასე ვთქვათ ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ მის პერსპექტივებზე რა თქმა უნდა ყველა ფიქრობს მაინც უფრო დიდ საქმეზე დიდ გასასვლელზე და რა პერსპექტივები აქვს ჩვენს ანსამბლს ვთქვათ საერთაშორისო მასშტაბით შეიძლება წადიდეს იმ ღერონ სხვასაც მოასმენენ ქართული სიმღერა და ქართლის რაიონის სახელით გასაკეთებელი შესაძლოა თუ შეიძლება მაპატიეთ რომ ეს ყველაფერი ჩვენი საიდუმლოება არ გავხსნე და ჩვენთან დარჩეს პერსპექტივები ნამდვილად ძალიან დიდი გვაქვს ჩვენ პერსპექტივები გვაქვს ის რომ საზოგადოებთან გვაქვს პრობლემები მიწევები რაღაცა მაგრამ ყველაფერი ეს ბატონო ვასილო დამოკიდებულია მის ხარჯებთან და მოგეხსენებათ კიდევ ხალხი ასე გაჭირებაშია ამ ხელა ფულის გადახდა უნდა გზავრობას იმის და მიუხედავად რომ იქიდან წერენ რომ მხოლოდ და მხოლოდ როგორმე ჩავახციოთ იქამდე ერთ-ერთ ქვეყანაში წერენ ასე რომ ჩავახციოთ იქამდე დანარჩენი ყველაფერი მათ იქნება აი გზის ფულის კი გასაჭირი ძალიან დიდი თანხები ჩდება მაგრამ თუ კი ეს გამოჩნდება ეს ყველაფერი და ამაზე ჩვენ შეგვიდა ჩვენი გამგეობა პირადად ბატონი თემური სანდოძე რომ რაღაცაში დაგვეხმარება ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ მარტო რესპუბლიკას კი არა უკვე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრ სახელმწიფოს ვაჩვენოთ ჩვენი შემოქმედება ბატონო დურნიშანი მე იმას ვფიქრობ როდესაც ახლა ჩვენი გადაცემა მიდის ამ გადაცემას უღებს არა მხოლოდ ქართლის რაიონის არამედ გორის რაიონის და საერთოდ ჩვენი რეგიონის მაყურებელი მე ამას იმიტომ ვამბობ რომ თქვენ უკვე წარსდგით ამ რეგიონალურ მაყურებლის წინაშეც აი როცა კარგი იქნება ბატონო დურნიშანი ისაც კარგია ქართლებმა ხალხმა და ჩვენმა ხალხმა იცის ამის დაფასება და იმედი უნდა ვიქონიოთ რომ მარტო შეიძლება საზრუნავი მხოლოდ ჩვენი რაიონის არ იყოს და შესაძლებელია სხვამაც გამოიჩინოს ასეთი თანადგომა და შორს დავიდეს მაგრამ ეს მომავლის საქმეა ბატონო დურნიშანი ახლა მე კიდევ ერთი პატარა წელან გითხარით მე რომ ვილაპარაკე ანსამბლის პერსპექტივებზე მის მომავალზე უკვე იმ სიმღერებზე რომლებიც მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა ასეთი არსებობს სიმღერის ასეთი ტექსტი იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერია რა აი ახლა მე პირიქით მიგავიხარ აი თქვენ რაიმე ვიმღერეთ ისეთი რომელიც მრავალჯერ კი არა აი დღემდე არ არის ნამღერი უბრალოდ მე დღეს მინდა ჩვენს მაყურებელს შევთავაზო რომ ჩვენ საქმე გვაქვს ხალხური სიმღერის ახალ სიცოცხლესთან ხელახალ დაბადებასთან ჩვენ დგავართ სიმღერის პრეზენტაციის წინაშე ხალხური სიმღერისა ეს არის ერეკლეს დატირება ეს სიმღერა როგორც მე ვიცი არის თქვენს მიერ დამუშავებული აღდგენილი შევსებული იმიტომ რომ მისი ტაქტი თუ მუხლი მეორე ნაწილი რომელიც მოსმენელი მაქვს ეს სიმღერა ეს თქვენს მიერ არის გაკეთებული და საერთოდ ეს უძველესი ქართული ხალხური სიმღერები აი რომელიც ახლა ასე უბრუნდება ჩვენ ხალხს ვის სულს აი ეს მათ შორის აი საპირალი სიმღერები შეიძლება სიმღერა თავისთავად აი როგორია მისი ისტორია თვითონ ამ ერეკლეს დატირების აი ამის შესახებ რამდენიმე სიტყვა მოგახსენებთ
ბატონო ვასილო, ნება მეგოძეთ, მე მგონი ჩვენ დროში უკვე ვიწვევით არა? არ ვიცოდეთ, მაგრამ ძალიან კარგად გვაქვს საქმე კი შეიძლება ამ სიმღერის შესახებ მე გითხრათ. მინდოდა კიდევ მელაპარაკა იმაზე, რომ უკვე ამათი ჩვენი ანსამბლი, ჩვენი მონაწილეების ცვლა გვეზრდება ჩვენ. აქ და ჯერ ამ სიმღერის შესახებ ბატონო დონეს კი ბატონო, რადგან დრო გვაქვს, ვიტყვით მაგას. ეს სიმღერა ერეკლეს დატირება არის ჩაწერილი ია გარგარეთელის მიერ. მაგრამ სულ რაღაცა 4-6 ტაქტი არის. 4-6 ტაქტი არის, იცით? მაგრამ თვითონ შინაარსი ესეთი ამ სიმღერაში, რომ შეიძლება ამის განვითარება. ხო და რატომღაც მგონია, რომ ეს სიმღერა ამ სიმღერას მღეროდნენ ქართლის თიანეთში. ქართლის მთიანეთში მღეროდნენ ამას. მამაკაცები რატომღაც მგონია, იმიტომ რომ ეს ია გარგარეთელს არ შეეშლებოდა ვაჟთა გუნდისთვის არის ჩაწერილი, როგორც ნოტებში არის მოცემული. ვაჟთა გუნდისთვის და ამავე დროს სიტყვები ახლა მოისმენთ ჩვენი მაყურებელი ამას. სიტყვებიც ისეთია, რომ ამ სიტყვებს არაფრის დევით ქალები აიფერებდნენ. არაფრის დევით. აი ამით იქნება ცდები მე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი დასკვნა ასეთია. ამიტომ რაღაც გამონახე, არ ვიცი რამდენად მივაგენი ამას, რომ ესე იგი ნამდვილი გლოვა ყოფილიყო და რა თქმა უნდა ეს გლოვა იქნებოდა თქვენ მოგეხსენებათ ზურგით საიდან სადაც არის ეს კაცი და სადაა საფლავეს. და ამ ხელა მანძილზე გამოტარება მიცვალებული სადაც დასაფლავება. მართლაც გლოვობდა ხალხი, მაგრამ ხალხი სულით არ დაცემულა. სულით და აი სწორედ სულით არ დაცემულა ხალხი, აი ეს ნაწილი პატარა განავითარე მე თვითონ. არ ვიცი მაპატიონ თუ კი მისმეს არ მოგეწონებათ, მაპატიეთ, მაგრამ მე ასე მგონია, რომ მეგონი სულით დაუცემელ ხალხს აი ეს ხმამაღალი სიმღერა ეკუთვნოდა, რაც შუანაცვლში დავაკეთეთ ჩვენ. ახლა მოგასმენთ. აიცი რომ მაყურებლებო, მოგასმენთ ამ სიმღერას და დიახ, ამჯერად ჩვენ ვიყავართ სიმღერის პრეზენტაციის, ასე ვთქვათ, წინაშე და მაყურებელს შევთავაზებთ სიმღერას ერეკლეს დატირებას, დამუშავებული ბატონ თურბიშხან გოგრძეშვილის მიერ, ისევე ანგელილი როგორც მგისმენთ და ჩვენი ანსამბლის მიერ შესრულებული. გთხოვთ. კი ბატონო.
სიმღერა ბატონ გურნიშხანი. დრამატული იქნება მისი მელოდია თუ საზეიმო განწყობილება იქნება მას. წერან ჩვენ საკანონური ციფრი ვახსენებთ. 7 გახსოვთ. აი რატომღაც მე 7 შეკითხვა გავიჩნდა ეს საბოლოო შეკითხვა. მაინც 7-თან მივედით, კი. ქართულ ხალხურ სიმღერას მოფრთხილება, როდუნება ჭირდება. მას ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ჩვენს ეკლესია მონასტრებს, როგორც ქართულ მიწას, ქართულ ენას. სიმღერის მომავალი კიდევ ქართული ხალხური სიმღერის მომავალი ჩვენს მომავალ თაობაზეა დამოკიდებული. ბატონ გურნიშხან, რაც ეთყოდით თქვენ მათ იმ ახალგაზრდობას, იმ ბავშვებს, რომლებმაც შემოაღეს ქარელის კულტურის ცენტრის კარები და მეოცნება თვალებით შემოყურებენ თქვენ. ბატონ ვასილო, დიდი მადლობა აი ამ შეკითხვისათვის. ნამდვილად გულში მქონდა, რომ უნდა მეთქვა აუცილებლად ეს. ეხლა ეს კარგია ძალიან, მე უკვე დავასახელე ყველა და ჩვენს მაყურებელს გავაცანი თვითეული ჩვენი მონაწილე. მაგრამ აი ესენი უკვე არ იმღერებენ. უკვე რომ ასაკში შევენ, ვინ უნდა განაგრძოს ამათის საქმე. აი ამაზე სწორედ მე მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა. ეს ამ ანსამბლის ჩამოყალიბება, ამ ანსამბლის აღდგენა უпроსტად 14-15 წლის ვიყავი მეახდა მაშინ საერთოდ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ანსამბლის აღდგენა ეს არის ინიციატივა გამგეობის პირად თემურ სანდუცის. მას რა თქმა უნდა გვერდში უდგანან ამ საქმეში ვამბობ მე, ჩემ საქმეში ვამბობ, დანარჩენი მე არ მეხება. გვერდში უდგანან თინა ბაგნიძე. ამავე დროს თქვენ რო ჩემთან ზიხართ ახლა და უკვე რაღაცაც აკეთებთ, თქვენ გვერდში გვიდგე ხარ. ჩემ პროფესიული მოვალე. განყოფილება, კულტურის განყოფილება და ამავე დროს მინდა ვახსენო კულტურის სახლი, მისი ახალგაზრდა დირექტორი მორალითი რომ ყველაფრად გვერდში გვიდგან. მთელი რაიონი გვერდში გვიდგას. ასე ვთქვათ, მთელი რაიონი გვერდში გვიდგას ამ ანსამბლზე და ყველაზე გასახარი არის ეგ, რომ რამოდენიმე დღის წინ შემოაღეს კარები პატარა ბავშვებმა, შემოაღეს კარები და ესეც გამგეობის ინიციატივით მოხდა ეს ამბავი, რომ უკვე ჩვენ ვაყალიბებთ პატარა ბიჭუნების ჯგუფს. შევასწავლეთ ამ სიმღერას, ქართულ ხალხურ სიმღერას, ეს იქნება ქართული, კახური თუ რა იქნება, საერთოდ არ აქვს ამას უკვე მნიშვნელობა, ქართულ ხალხურ სიმღერას შევასწავლეთ ამ ბავშვებს და იქნება უკვე ჩვენი ცვლა. აი ეს იქნება ქარელისთვის, ეს იქნება ბრწყინვალე ამბავი და მოუწოდებ მშობლებს, მოუწოდებ ბავშვებს, სკოლის დირექტორებს, კლასის ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს, რომ ნიჭიერი ბავშვები გამოგვიგზავნონ კულტურის სახლში, რომ დროზე მოვკიდოთ ამ საქმეს ხელი და გავაკეთოთ ისეთივე ბიჭუნების გუნდი, როგორც არსებობს თბილისში ბიჭები, მართვე და კიდევ სხვადასხვა გუნდები. აი ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი, აქ რა თქმა უნდა ეს გრძელი გზა, ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება ამას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დახმარებით ვინც ჩამოთვალეთ ჩვენი ხელმძღვანელები, მათი დახმარებით ამ საქმეს გავართმევთ თავს. მე ამ გზაზე მინდა ბედნიერი გზაზე გისურვოთ სიარული ბატონ გურნიშხანი, თქვენს ანსამბლსაც, იმ პატარა ბავშვებსაც, რომლებიც აქ მოვლენ და სიმღერა შეისწავლიან და იმღერებენ. და მე რა კი დღევანდელი გადაცემა დავიწყე მრავალჟამიერით, ისე მრავალჟამიერით მინდა დავასრულო და გითხრა, რომ სულ ამ გზაზე გელოდ მრავალჟამიერი. დიდი მადლობა ჩემ ბიჭებთან ერთად, ჩემ ახსაზრდელებთან ერთად. ისმოდეს ხმა ქართული ხალხური სიმღერისა, ხმა რომელიც შორეული საუკუნეებიდან მოდის, ხმა რომელშიც გადმოცემულია ჩვენი მრავალი
ჭირნახული ერის ტკივილი და სიხარული